გამარჯობა, მე ვარ დინა და თქვენ უყურებთ Billboard საქართველოს. Billboard-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მეკითხვაში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. სახუვის დრამატულმა თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა, რომელსაც კულტურის, მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა. სემინარების სახელწოდებით თეატრის ბრენდი და ბრენდინგი, ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა, ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა თეატრის ბრენდის შექმნა, მისი პოზიციონირება, აუდიტორიასთან კავშირის დამყარება და სხვა. შეგვიძლია ვიხილოთ ვიდეო სემინარიდან. დღეს ჩვენთან სტუმრად არის რალუკა რადოი, რომელიც გახლავთ რუმინელი კულტურის მენეჯმენტის სპეციალისტი, კულტურის და მარკეტინგის სპეციალისტი. რალუკას უკვე 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო. First of all, I'm really happy to be in Georgia and to discover your country, which has a beautiful theater heritage. I'm here to discuss about the brand and branding of theaters and how we can create emotional connections with our audiences beyond the stage. So how we can position theaters, how we can find their true voice and their personality, and how to bring all kinds of audiences to performances, shows, and also how we can educate them through cultural marketing techniques. We don't just compete with other theaters, we compete with museums. When we are talking about techniques, I would say that we have some elements actually that we need to take into consideration. How our logo looks like, how the messages that we convey are formulated, how modern we talk to our audiences, and also how we create the theatrical experience going beyond the theater performance. Yeah, to just imagine our consumers' journey earlier on. So how do they find out about our performances? How do they discover the theater? How our website looks like? How our venue looks like? And then how do they come back? So for a young audience, So I hope that these 2 days will be helpful and relevant for the further development of Georgian theater. And I can't wait to hear about the experience of the participants and to discover actually how people work in Georgian theaters. ქართველი არტისტები მიკანო, საბა ზაკალაშვილი და ნინი ნუცუბიძე ახალ კოლაბორაციულ ნამუშევარს ავრცელებენ. დიეგო, ასე ქვია სიმღერას, რომელიც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და მის გამარჯვებებს ეძღვნება. როგორც არტისტები Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავენ, სიმღერის ჩაწერა სპონტანურად დაიწყო. მუშაობის პროცესში ნინი ნუცუბიძე ბერლინში იმყოფებოდა, ხოლო მიკანო და საბა ზაკალაშვილი თბილისში. სიმღერაში ვოკალური ნაწილი ნინი ნუცუბიძეს ეკუთვნის, მასვე ეკუთვნის ქართული ტექსტი. ინგლისური ნაწილი კი ნიკო მჭედლიშვილმა დაწერა. ინგლისური ვირტუალური ბენდი Gorillaz ადასტურებს, რომ 2025 წელს მისი ახალი ალბომი გამოვა. ამის შესახებ ჯგუფის სოლისტმა დეიმონ ალბანმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა. Gorillaz-ის ბოლო და რიგით მერვე ალბომი 2023 წელს გამოვიდა. Cracker Island-მა Billboard 200-ში მესამე ადგილი დაიკავა. ის ასევე წარდგენილი იყო 2024 წლის გრემიზის საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის ნომინაციაში. პერიოდულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბენდი ახალ ალბომზე მუშაობდა, თუმცა ჯგუფის წევრები ამ ამბავს არ ადასტურებდნენ. ახლა კი დანამდვილებით ვიცით, რომ სულ მალე Gorillaz-ის ალბომს შევაფასებთ. მაქსიმე მაჩაიძემ სასცენო სახელით Max 95 ახალი ალბომი Pseudo Universal წარადგინა. ალბომი ინტერნეტში 25 მარტს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ Pseudo Universal ქართულენოვანია და 16 ტრეკს აერთიანებს. ალბომის პროდაქშენზე თავად მაქსიმე მაჩაიძემ იმუშავა. სრული ალბომის გამოქვეყნებამდე 3 კვირით ადრე 1 მარტს არტისტმა მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც გადაღებულია ტრეკზე სახელწოდებით თეთნულტი. კომპოზიცია Pseudo Universal-ის ინტროა და ახალი ალბომის გამოცემა სწორედ ამ კლიპით დაანონსდა. თეთნულტის ვიდეოს რეჟისორები თავად მაქსიმე მაჩაიძე და გიორგი ზათიაშვილი არიან.
კურტ კობეინის კუთვნილი ცნობილი ინსტრუმენტი ევროპაში პირველად გამოიფინება. ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის განცხადებით 2025 წლის 3 ივნისს გაიხსნება ექსპოზიცია სახელწოდებით Kurt Cobain Unplugged, რომელიც 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება Nirvana-ს გარდაცვლილი ფრონტმენის გიტარა, რომელიც სპეციალურად საციებისთვის იყო ადაპტირებული. გამოფენაზე კობეინის გიტარა პირველად იქნება წარმოდგენილი კიდევ ერთ საკულტო ნივთან ერთად, ცნობილ მოსაცმელთან, რომელიც მომღერალს MTV Unplugged-ის ამავე 1993 წლის ნოემბრის კონცერტზე ეცვა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ეს ინსტრუმენტი აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული გიტარა გახდა. ის ავსტრალიელმა ბიზნესმენმა პრიტერ ფრიდმანმა შეიძინა, მასში კი $6 მილიონ მეტი გადაიხადა. ლონდონში კი ექსპოზიცია სტუმრებს განსაკუთრებულ აქტივობასაც თავაზობს. მათ საშუალება ექნებათ შექმნან გიტარების საკუთარი დიზაინით და შეასრულონ Nirvana-ს ყველაზე ცნობილი ჰიტები. რესპუბლიკის სცენაზე Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში მსმენელის წინაშე ცნობილი ჯგუფი Snap წარდგა. ღონისძიება კულტურის ცენტრის ორგანიზებით პროექტ Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში იმართება. პროექტ Billboard Georgia Stage-ის მხარდამჭერია კომპანია Silknet. Snap გერმანული მუსიკალური პროექტია, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა 1990-იან წლებში გამოშვებული ჰიტებით მოიპოვა. This is kind of what we're going to be doing tonight because we love you. Trends change, people change, the situation changes. And so the music that affects people changes within that. When the generations come, the music affects them. And back to what you were saying about timeless music. If you can make something that everyone relates to, then it's great. But the rest of it, you know, your Billboard, you know how things can be, you know, people can be persuaded to like certain music. Oh my God, look at Georgia. Oh my God. My God. Well, I think that this song in particular came out right when the Gulf War was ending and right when the wall was coming down. So a lot of people attached it to their memories and their countries being liberated. I think the timing was perfect on a global scale for everybody needed a song. And it was a song that made everybody feel like they have power. So it worked. Your mom and dad met at a club dancing to this music. Hey. Are you ready? The groove is quick, plus sick, no trick. Words are manifest. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ მუსიკის სფეროში მიმდინარე ყველა სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/gz-ზე გაიცნობით, ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მე ვარ დინა და გამშვიდობებით 2 კვირით. ნახვამდის.